ყოფილი პრემიერის დისტანციური ჩართვა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გიორგი გახარიას გამოკითხვა ცხარე კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა შეკითხვები ძირითადად ჩორჩანაში 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაისვა. შეთანხმებული იყო თუ არა 2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნას შესაბამის უწყებებთან და დაკარგა თუ არა ქვეყანამ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილების შედეგად დამატებით ტერიტორია. გახარიას პასუხები სუსის მაშინდელი ხელმძღვანელის განცხადებას არ დაემთხვა. ყოფილმა პრემიერმა კომისიის ინტერესი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა ვახტანგ გომელსლაუს კი ცრუ მორწმე უწოდა. გახარიას განცხადებების მიხედვით ჩორჩანასთან დაკავშირებული გეგმა თავის დროზე მასასა სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვითარება არანაკლებ დაიძაბა მაშინ, როდესაც კომისია დაინტერესდა, რატომ დატოვა ოპოზიციონერმა ლიდერმა საქართველოს კომისიაზე დაბარების შეტყობინებიდან 2 დღეში და აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ ვიზიტი ევროპის ქვეყნებში თვეებით ადრე იგეგმებოდა. თამუნე ციკლაური ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში ისადევნებდა საკმაოდ ცხარე კამათს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამუნა უფრო კონკრეტულად რა შეკითხვები ჰქონდათ ყოფილ თანაგუნდელებს დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ექს-პრემიერის მიმართ და როგორი იყო დისტანციური ჩართვისას პასუხები? ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც თითქმის 2 საათნახევრის განმავლობაში გიორგი გახარიას კითხვებს უსვამდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, ეხებოდა სწორედ მის გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიღებულს 2019 წელს აგვისტოში ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით. რა მიზანს ემსახურებოდა მაშინ გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჰქონდა თუ არა გათვლილი მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს რისკები და ჰყავდა თუ არა ჩაყენებული შესაბამისი უწყებები საქმის კურსში, მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი და კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ეს საკითხები გავლილი. ასევე კომისიის წევრები დაინტერესდნენ იმითაც, მაშინ, როდესაც პასუხებზია საუბარი და არგუმენტებზია საუბარი, რა პასუხებს გასცემს გიორგი გახარია არა მხოლოდ კომისიის წევრებს აი ამ კითხვებზე, არამედ თავად ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავის მხრივ, როგორც კომისიის წევრები ამბობენ, 2019 წლის ამბობენ ეს მაცხოვრებლები, რომ 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩორჩანას საგუშაგო გაიხსნა, მათ შეეზღუდათ იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც შესვლას 2019 წლამდე ახერხებდნენ. რაც შეეხება უკვე არგუმენტებს და პასუხებს გიორგი გახარიასი, გახარია ამბობს, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ეფექტური კონტროლის აღდგენისა და ბორდერიზაციისათვის ხელის შეშლის მიზნით. სასაცილო ამბავს ვისმენ. ესე იგი, თურმე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც აგვისტოს ბოლოს ისე რომ ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას და ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მას, ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი, აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი. რატომ არ გააგრძელეთ თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა? იმიტომ რომ გამბედაობა არ იყო, საქმე მieყვანათ ბოლომდე. და თქვენ სად იყავით ამ დროს პრემიერ-მინისტრი კაცი, სად იყავით ამ დროს? პარლამენტში ვიყავი, დეპუტატების კითხვებს პასუხობდი, რომლებმაც მე ხმა მომწეს, თურმე deep state-ის დავალა. აქ მოვიდა ელგუჯა ხარაზიშვილი. იქ ცხოვრობს ეს კაცი. მაინტერესებს, როცა ამ კაცმა თქვა, თქვენი ყურით მოусმინეთ. მას მერე რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა, საუბარია თქვენ მიერ იქ ჩადგმულ საგუშაგოზე. ამ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო, ამ საგუშაგოს ჩადგმის მერე ვეღარ შევდივართო. შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა? ჩვენ დაგვანებეთ, გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ. რუსი ხარ, რომ მე მეუბნევით რუსეთში განათლებული კაცი. თქვენთან შედარებით, ბატონი ელგუჯა ბევრად უფრო ღირსეული ადამიანი. იცრუა თუ არ იცრუა? არა. ანუ ვეღარ შედის თქვენი საგუშაგოს მიერ ჩადგმის მერე, ვეღარ შედის თქვენ მიერ ამას. ამას არ აქვს თანაირი მნიშვნელობა. როგორ არ აქვს მნიშვნელობა? არა აქვს. თქვენი კომისიის როგორ არ აქვს? მე მაგრის როგორმე ჩემ თავზე ავიღებ და თქვენგან განსხვავებით იმ კაც პროკურატურაში არ ვარ ბენინებ. მე თვითონ მივხედავ მაგას გადააგზავნა სადაც გინდათ იქ და
ბატონ ელგუჯა ხარაზიშვილის ზურგს ამოფარებულები რო ხართ და ამ ადამიანებს შრომელ ხალხებს ჯერო ძარცვათ და მე სოციალური დახმარების გამო აი ასეთ სამარცხვინოდ ექცევი უცხოეთიდან რო ჩამოხვართ ბატონ ელგუჯასთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე წაყვებით ბატონ ელგუჯას ეხლა უცხოეთიდან რო ჩამოვა თუ აღარ აპირებ ჩამოსვლას უცხოეთიდან რო ჩამოვა დიახ რო ჩამოხვალ დიახ მინდა პირობა დადეთ რომ ბატონ ელგუჯას გაყვებით ამ ტერიტორიაზე თქვენ პირობა დადეთ ბატონო თქვენ დადეთ პირობა რომ აი ასეთ ცირკს საქართველოს არა ანუ რატო ვერდებთ კაცო ამ პირობას საქართველოს გავიდა 72 ადგილზე წაკითხული შინაარსის გაგებით თუ რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოკითხეს ეთქობა იმიტომ გვაქვს ესეთ დაბალი რეიტინგი რა ამდენი რამე ვილაპარაკეთ თქვენ საწინააღმდეგო და აქეთ მომიტრიალეთ სრულიად ულოგიკოთ თუმცა ეს თქვენი სტილია რომ არის პუტისტების ლოგიკა სხვა არაფერი კარგი, მოდით გამყოფაში მონაწილეობა მიღებული ხალხის ლოგიკა არის ეხლა ან მაგას დაადასტურებთ რომ ეროვნული ხელისუფლება ჩემი დამხობილია ან ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული ან და კიდევ ერთი ტოპ ბატყუარა ხართ ისე როგორც ყველაფერში იმდენი ცილის წამება მივიღეთ სოზარი არისო რომელმაც მიშას არჩევნები ისა რა გაუპრავა და მეორე თქვენ არიყავით პუჩისტი კიდე რა იყო სიმართლე ძნელია ხო აბსოლუტურად სერიოზული მატყუარა ადამიანი ბზანდებით და უპასუხისმგებლო რა მიშასთან მაგაცობით რომ ამაყობდით ეგეც ხუილი ხო მიშასთან კი არ ვიცი მაგაცობდი მიშასთან ერთად მუშაობდი ერთ კომიტეტში წლების განმავლობაში შენ ეხლა ძმაკაცო მიშასთან შენ ეხლა ძმაკაცო კოალიციაში ხარ მიშასთან ეხლა ძმაკაცო მაშინ მიშა დეპუტატი იყო მეტი არაფერი არ იყო ის ტერიტორია სადაც ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს, სამართლებრივი გაგებით ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ იქ ჩვენი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს და აქ ვერ აგიხსნით რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი. შენ გაქცეული ხარ, აქაც ვერ მოხვედი. კომისიას დავამთავრებო და დამთავრდი აქ. ისე დამთავრდი რომ ძლივს ჩაერთვე რომელიღაც სასტუმროდან. აი ეს არის რეალობა. აღარ გავა ეხა ეს манипуляция. აითვალისწინეთ რომ მე ამ კომისიას არც ვაღიარებ და არც კომისიას ვესაუბრებ. მე ქართულ ხალხს ვესაუბრები. და ვესაუბრები იმ წყვილებზე რომელსაც თქვენ აყენებთ და კი რა თქმა უნდა ქართულ ხალხს ესაუბრებით რა თქმა უნდა რომლის წარმომადგენლებიც არჩეულები ჩვენ ვართ. ეს ოკუპანტი სახელმწიფო რომელმაც გამოშიგნა ამდენი წლის მანძილზე რუსეთს გულისხმობ ჩვენი ეროვნული სხეული, თქვენ იფიქრეთ შინაგან საქმეთა ფილარმონია მინისტრმა, რომელიც წუთი-წუთზე ხდებოდით პრემიერ-მინისტრი, რომ რუსეთი დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ ჟენევის ფორმატში ჩვეულებრივი ბლა-ბლა-ბლათი? ეს იფიქრეთ მართლა? ზუსტად ისე გამთვალეთ, როგორც მოხდა. კერძოდ? ის რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდებოდა, რაც არ მოხდა. რა გინდათ? რომ ომის რისკი აგერ ვახო იყო ინტერვიუ მიცა გომელაურმა. დაანებეთ ამ ვახოს 10%-იო რა. დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას დაანებეთ. ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა გიორგი გახარიას გამოკითხვის ის ნაწილიც, რომელიც ეხებოდა უკვე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს და კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდა თავის მხრივ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს კომისიის წევრები დაინტერესდნენ იმითაც, თუ ვინ იმყოფებოდა მაშინ იმ 20 ივნის პარლამენტის შენობაში გიორგი გახარიასთან ერთად, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემდა ბრძანებებს, მაგალითად კითხვა დაისვა გერმანიის ელჩის პარლამენტის შენობაში ყოფნასთან დაკავშირებით, მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ყოფნასთან დაკავშირებით და გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ შენობაში მაშინ იმყოფებოდა გერმანიის ელჩიც, თუმცა ასევე თქვა ისიც, რომ მაშინ როდესაც ის ბრძანებებს გასცემდა, ის სხვა ცალკე ოთახში გადიოდა ბრძანებების გაცემის დროს. უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება მაშინაც, როდესაც საკითხი შეეხებოდა უკვე გიორგი გახარიას პარტიის ამჟამინდელ საქმიანობას და ამ ნაწილში მმართველი გუნდის წევრები, კომისიის წევრები უკვე დაინტერესებული იყვნენ იმით თუ რატომ თანამშრომლობს და მათი მხრიდან მოვისმინეთ ასეთი განცხადება კოალიციაში რატომ არის ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ როდესაც თითქოს და საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, ასევე დღეს კითხვები დაისვა გახარიას მისამართი
მიმართით თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტიის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებითაც. თქვენთან ერთად იყო შესაბამის კაბინეტში, ეს იყო ზვიად ძიძიგურის კაბინეტიო, გერმანიის ელჩი. რას აკეთებდა გერმანიის ელჩი თქვენთან ერთად მაშინ, როდესაც თქვენ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდით, რატომ ასმენინებდით მას იმ ბრძანებებს, რასაც თქვენ გასცემდით? ვინ შემოუშვა პარლამენტის შენობაში გერმანიის? წარმოდგენა არა. ჩემთან არ მოსულა, მაგრამ ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი იმ დროს პარლამენტის შენობაში იყო. იმ პატარა ოთახში, საიდანაც ასე ეფექტურად მართავდა მიტინგის დაშლას, იყო 3 ადამიანი. გიორგი გახარიასთან ერთად იყო ნინო ლომჯარია, სახელმწიფო და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. იმ სხვა ოთახში მუდმივად სხვა არავინ არ იყო, თუმცა ვიღაც ადამიანები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მათ შორის მეც. ეს სოზარც ახლა დავანება ხაზების პოლიტიკური ხაზების დალაგების და უბერავს. გააგზავნე სოზარ, გააგზავნე. კარგი, ცოტა ზრდილობი. არ იყვნენ? ისევე როგორც ის მე სამითქავს. ისევე როგორც ანუ იყვნენ ესე იგი თუ არ გითქვამთ. რა. ხოდა წეგა თქვით რომ ჩემს გარდა არავინ არ იყო და ეხლა თქვით რომ იმ ოთახში ჩემს გარდა არავინ არ იყო. ის იყო ჩემს გარდა ტყუილი. ტყუილი არის რასაც თქვენ ამბობთ. ნინო ლომჯარია იყო იქ, სადაც თქვენ ტრიალებდით, ასე ვიტყვი. იქ ბევრი ადამიანი მიდიოდა. ნინო ლომჯარია იყო თუ არ იყო? არ მახსოვს, შენობაში იყო დანახული პავს. თქვით ბოლომდე თქვით სახეზე ვიცნობ, თქვენ უკეთესად იცნობთ, თქვენი ძმაკაცები არიან ეგეთი. ხო, ეხლა მაგაცები არის ძმაკაცებზე რომ მივიდეთ. ძმაკაცები კი არ არიან, თქვენი ძმაკაცები. კოალიციაში შენ ხარ და ჩვენი ძმაკაცები როგორ არიან? არ გამომდის ამ ტემპერატურას როწე, მე რეიჭედები, გაჩერდი რა. აუ, გაგზავნა თავთან თიადის. ой, მე მომეცით უფლება. ამჯერად ბოლომდე ნუ დაინგრევთ თავს პოლიტიკურად გულისხმობ. ერთ-ერთი ინტერვიუ ქალბატონ ნათია მეზვრიშვილთან ადრე თუ ხა ამაზე ენას ძვალი არ აქვს და იტყვით ასე არ იყო და ჩვენ შეგვიძლია შემდეგ მოგაწოდოთ ეს ჩანაწერიც ამბობს ასეთ რამეს რომ თუ ევროპიდან იქნება გარკვეული რაღაცა ტიპის დამსჯელი ღონისძიებები გატარებული ჩვენო ამ რისხვასო ეს გამოიწვევს რისხვასო საქართველოს საზოგადოებაშიო და ამ რისხვას მივმართავთო ხელისუფლების წინააღმდეგო. როგორც ჩანს თქვენ სხვა პოზიციაზე ხართ დღეს და აღარ აპირებთ იმას რომ დაასჯევინოთ საქართველო მარტო იმიტომ რომ ქართული ოცნება აღარ გიყვართ. ყოველთვის ვთვლიდი და ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის რომ ის მიღწევები რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა და ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ გზაზე უკვე შეიძინა ამის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო. აბსოლუტურად ყველა. და მე ამისთვის მუშაობ. ქართული ოცნება უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი ზუსტად იმ კომისიის შექმნა და იმ გამოწვევების დაწყება, რომელიც გაარკვევს რუსული დროშით სამუშაოები, როგორ გაჩნდა მაგალითად ჩორჩანის წრეში და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. სამართლიანი ის კომისია როგორ იქნება თუ თქვენ იქნებით ხელისუფლებაში და თქვენ თავზე იტყვით ეს ტერიტორიები მე არ დამიკარგავსო. თქვენ ადასტურებთ რომ ახლა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. დიახ, ვადასტურებ. და თქვენც იქნებით ჩართული თუ უკან ისე ბექსტეიჯზე უკანა სრულად ვიქნები, სადღაც სასტუმროში იქნებით თუ სრულად ვიქნები ჩართული თქვენ არ იღებთ. ანუ ბექვეი ტიკეტიც გაქვთ. რუსულად როგორ ხელავთ ამ რუსულად არ ვიცი როგორ არის. თქვენ გაქვთ სხვა მოსაზრება დიამეტრალურად განსხვავებული ოპოზიციის იმ ძალებისგან, რომლებიც ოლეოლას აყვირებს ახალგაზრდებს ზოგიერთ მათგანს ქუჩაში. თქვენ ესე იგი თვლით, რომ მათგან განსხვავებული ხართ, ხო? ამას ამბობთ. ფსიქოთერაპიის სეანსზე მგონია თავი. რაზე გონიათ თავი? რაზე გონიათ? ფსიქოთერაპიის სეანსზე მგონია თავი. თქვენ ფსიქოთერაპიას აღარ ექვემდებარებით. მაშინ რატო იწუხებთ თავს? ასეთი ვალდებულება გვაქვს პარლამენტის მიერ, რომ ჩვენ ვალდებულებები გვაქვს. თქვენ ვალდებულებებისგან გავიმეორეთ თუ შეიძლება. რა გავიმეორე? აბა ბძანეთ.
კითხვა, ხო? გამიმეორეთ კითხვა. აი, ამიტომ არ ექვემდებარებით არაფერს უკვე, რომ კითხვასაც ვეღარ იმახსოვრებ. მე არასოდეს ჩვენ თავს არ ვადარებთ ვინმე სხვას, ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი გეგმა. ეს გზა ჩორჩანაში ვერ ჩაგიყვანთ, გიორგი. თქვენ მაინც კარგად მოიკითხეთ ჩვენი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელ პარტიას ეკუთვნით, რომელ კოალიციას ეკუთვნით, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ თქვენ სრულად არ ფლობთ საკუთარი პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. 2 საათნახევრის განმავლობაში უსმენდნენ გიორგი გახარიას დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე მეორე, თუმცა ამჯერად დისტანციურად და მათ შორის კითხვები კომისიის წევრებისა გიორგი გახარიას მისამართით ეხებოდა იმასაც, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მაშინ, როდესაც გახარიას ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის დაბარებული იქნებოდა დროებითი საგამოძიებო კომისიაზე, რატომ დატოვა მან ქვეყანა აი ამ დროის განმავლობაში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აღებული აქვს, როგორც თია წულუკიანმა თქვა, მხოლოდ ერთი გზის ბილეთი. გიორგი გახარიას პასუხი და არგუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით კი იყო ის, რომ მას ეს ვიზიტი დაგეგმილი ჰქონდა ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე. მადლობა თამუნა ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიას დღევანდელი მოსმენის შესახებ.